უკრაინაში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათში რუსეთის იერიშების შედეგად ხერსონის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, დონეცკის ოლქში 3 ადამიანი დაშავდა. მედია წერს, რომ ავდეევკის მიმართულებით 69 სამხედრო შეტაკება მოხდა. აქედან 7 სარაკეტო, 34 საჰაერო და 59 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდა. ამასთან ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინა აძლიერებს თავდასხმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვისას თქვა, რომ რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვის პასუხისმგებლობაზე. ნოემბრის თითქმის ნახევარი უკვე გავიდა და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა შესაძლოა გაზარდოს სარაკეტო დარტყმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის ზამთრისთვის ემზადება, უკრაინაში კი მთელი ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული თავდაცვაზე. ყველაფერზე, რაც უკრაინას შეუძლია გააკეთოს, რათა გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადატანა და ჩვენი ჯარების შესაძლებლობების გაზრდა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც დაეხმარნენ უკრაინას საჰაერო თავდაცვაში. უკრაინის ცისფარი უკვე უფრო ძლიერია შარშანდელთან შედარებით. მას უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ბოლომდე ვერ იცავს მთელ ტერიტორიას. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ის კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ.